დღევანდელი კასტინგის ბოლო მონაწილე გოგონაა ძალიან საინტერესო სახელი. მე ვარ ცია, უბრალოდ ცია. ყველა ადამიანი არის მარტო. უბრალოდ ამას არ აღიარებენ, ან თავს იმშვიდებენ, რომ ყავთ მეგობრები. ცხოვრობ ჩემს კატასთან ერთად, რომელსაც ტეო ქვია. ჩემი ადამიანებთან დამოკიდებულება, როგორ გითხრათ, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელში გადავდივარ ჩემი სახლიდან, ხდება ერთი კაცი, რომელიც არის ბანანების გამყიდველი და ის სულ იქ არის. და უბრალოდ ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთს და ამით სწრაფდება ჩვენი მთლიანი ურთიერთობა. თუ ეს კაცი იქ არ დამხვდება, ჩემი ყოველდღიურობა თითქოს ირღვევა და სხვანაირი ხდება. ვეყავ ახლა საერთოდ წავიდეთ X Factor-ისთვის, ვართ მოსამზადებელი. გამარჯობა. ნუ გეშინია ეხლა, всё, გამოხვედი? არ გეშინია, კარგი. რა ქვია? ცია. არის სენსაცია იქნება? იქნება მე გული მიგრძნობს რომ იქნება სენსაცია. მარტო ხარ? მოსული? მარტო მოვედი. რას გვიმღერებ? მე ვიმღერებ Damien Rice's Blower's Daughter. გისმენთ. And so it is, just like you said, it will be. Life goes easy on me. Lost all the time. I can't take my mind off you. Can't take my mind off you. Can't take my mind off you. მინდა გითხრა ამ გოგონო ჩაწეროს რამე ალბომი, ძალიან კაი მოსასმენი იქნება ესე. Mind of you. I can't take my mind off you. Can't take my mind, my mind, my mind, my mind, till I find somebody new. მე მეგონა ჩემი თავი რაღაც ბრიტანულ ძალიან მაგარ ბარში ძალიან მომეწონე. ვერ გავიხსნი რატო, მაგრამ მე გავგიჟდი ისე მომეწონე. მე თითქოს ცია შენი შესრულება ასე წავიკითხე რომ გვეუბნებოდი რომ კიდია ყველა და ყველაფერი. მე ესეთი ვარ და მე მომწონს როგორიც ვარ. და კარგია როგორიც არის. და რაც თავარია ჩვენ მოგვეწონე ისეთი როგორიც ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ციას მე ვფიქრობ რომ შიგნით აქვს რაღაც უზარმაზარი სამყარო, რომლის კარებიც გახსნა და შენ შეგიძლია ფართედ გახსნა და აი მთელი დარბაზი შეუშვა შიგნით. აუცილებლად მადლობა. არ წახვიდე. დაბნეულია. ცია მე ვამბობ რა თქმა უნდა კის. ცია მე ვამბობ კის. მეც გეუბნები დიდ კის. მე რა უნდა ვთქვა თუ არა დიდი კი. შენ ოთხი კი გაქვს. მეც გეუბნებით ძალიან დიდ მადლობა. ცაზე მაღალს. მადლობა შენ. ეხლა შეგიძლია. ციას 4 კი აქვს. X Factor-ი არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ის რაც ხარ და ასეთი მოწონდე ყველას. ესე რომ წავიდა და ესე შემოვიდა. ყოველთვის იყავით ისეთები, როგორებიც ხართ.